ახალი პარტნიორი. ნახოთ სიგნიფიკაცია თქვენი ახლა. რა ხდება თქვენს ურთიერთობაში ახლა? პირდაპირ გეტყვით, ხართ გაორებული. არიცით იმ წინააღმდეგობები აირჩიოთ თუ დაუშვათ სადღაც ახალ ემოციებში გაცუროთ. ესეთი ენერგიები მოდის ჩემო კარგებო. აი აქ არის ფიქრები, როდესაც თითქოს გამოხოთ ამ წინააღმდეგობების მიღმა ხართ, რაც გამოიარეთ თითქოს და ახარებული ხართ, რომ იმ წინააღმდეგობებს თავი დააღწიეთ, მაგრამ მაინც ვერაფერს აკეთებთ, უძრავ მდგომარეობაში ხართ. თქვენ ფიქრობთ სერიოზულად ამ ყველაფერზე, ამავდროულად სერიოზული ურთიერთობა გინდათ, მოდი ასე გეტყვით და ამავდროულად არის აქ სიტუაცია, როდესაც ვერ ერკვევით, აი წინა ურთიერთობიდან მაინც ვერ გამოდიხართ ფიქრებით რა. პირდაპირ გეტყვით, სიგნიფიკაცია არის აქ თქვენი გაკვეთილი ამ მდგომარეობაში, გაკვეთილის მდგომარეობა მიმდინარეობს, სადაც უფრო ვფიქრობ მენტალური გაკვეთილია თქვენი, ცნობიერის გაკვეთილია, საიდანაც გამოსავლის ვერ პოვნის მდგომარეობაში იმყოფებით, ვერც გადიხართ ამ ურთიერთობიდან, თან ვერც უკან ბრუნდებით, თან ცოტა გასასვლელი გაქვთ, შეგიძლიათ გახვიდეთ, მაგრამ უძრავად ხართ რა, არაფერი ქმედება არ არის. ჩამოკიდებული ხართ ერთ ურთიერთობაშიც და მეორეშიც რა. აქ პირდაპირ გეტყვით, ამ გაშლის ავტორი, კი არა და ავტორი მე ვარ, მიმღები, ვისიც არის გაშლა, არის გაკვეთილში. რა გაკვეთილში? სიყვარულის არჩევანის გაკეთების კუთხით, სადაც ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი მიწიერ დონესა და სულიერ დონეს შორის, სიყვარულსა და ვნებას შორის. პირდაპირ გეტყვით. ვნახოთ, რა გელოდება მაგ ახალ ადამიანთან მომავალში. ვნახოთ ხა, რა გელოდება შენს ახალ პარტნიორთან მომავალში. გაკვეთილი. ჩემო ძვირფასო ადამიანო, შენ თუ ეხლა ხარ მოლოდინში, რაღაც მასშტაბურის შეიძლება კონფლიქტიც მოხდა თქვენ შორის. ეს არის შენი გაკვეთილითი მდგომარეობა, როდესაც შენში უნდა შეცვალო ის მდგომარეობა, რა გელოდება, თუ ჯერ არ მომხდარა, აქ კონფლიქტი გელოდება, რომელიც იქნება, კიდევ ვამბობ, შენი გაკვეთილი. რისი გაკვეთილი? შენი აქამდე მოსული სიტუაციები. ურთიერთობები იქნება ეს თუ გამოცნო, ახლა ურთიერთობაზე გვაქვს საუბარი, ურთიერთობებთან დაკავშირებით, რაც აქამდე გაქვს გამოვლილი, გამოცდილი, იმ ყველაფრიდან რა მიიღე, რა გაიგე, აი ამის გაკვეთილი გელოდება და გელოდება შეჩერება ასევე, იმიტომ რომ შეცვალო, შემოსიხარულოთ შენი ძველი იდენტობა დაანგრიო, მოდი ასე გეტყვი რა და ისწავლო
სანამ ნაბიჯს გადადგა იმ მასშტაბებზე, ასე ვთქვათ, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც წინ მანამდე იყავი ურთიერთობებში, ისე აღარ გამიგე. შენში იმხელა საფუძველი დევს, რომ სანამ რამე ნაბიჯს გადადგა, უნდა დაფიქრდე. კარგი, ეს გავიგეთ, ეხლა სულების დონეზე გველაპარაკნენ, მაგრამ მიწიერ დონეზე რა ელოდება ამ გოგონას მაგ მამაკაცთან მომავალში. აბა მიწიერ დონეზე გვაჩვენეთ, აქ გვაჩვენეს, რომ თქვენი გაკვეთილი იქნება და უშუალოდ რა გელოდება. კიდე იმას მაჩვენებენ. ჩემო კარგო ადამიანო, შენ თითქოს წამოხვედი საიდანღაც უკნიდან და წახვედი ახალ გზაზე. სადაც შეიძლება ისე გეგონა, რომ აი რა ვიცი მე მზემ გამოანათა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს იყო შეიძლება ესეც ყოფილიყო, მაგრამ აქ გელოდება ის, რომ ცოტა ნერვიულობა მოგიწევს, აქ თუ შენ დაუშვათ გაკვეთილი გელოდება რა. აქ შენ გელოდება მიწიერ დონეზე გაკვეთილი, სადაც შენ ასე ვთქვათ ხო გეუბნები რა, აქ უნდა მენტალურად, აქ სულის გაკვეთილი არ არის, აქ უფრო არის მიწიერ დონეზე რაც გამოიარე, რაც გამოცადე, გონებრივი მდგომარეობით, რომ შენ სწორად გაცნობიერება შეგწლებოდა. ნახე, აი რო აგეხსნათ ახლა რას გულისხმობ ამ გაცნობიერებაში. აი დაუშვათ შემოვიდა ახალი პარტნიორი, ხო, ურთიერთობა შენთან ცხოვრებაში და უცებ აი მოგწონს ყველაფერი, რაღაცა სასწაული, ხო, იცი თავიდან როგორ იწყება ხოლმე და ამასობაში აყევი, აი გადავარდი იმაში, რა ქვია, ფიქრებით ფანტაზიაში. გამიგე, ფიქრებით ფანტაზიაში. აქ ამას გეუბნებიან, რომ იმ წუთში სიყვარული შეუძლებელია და გეუფროს ფიქრებით გადავარდი, იმიტომ რომ თითქოს აქ მსჯელობ შენ მენტალურად, რომ აი ესე, მაგრამ შენ მსჯელობ იმის საქციელებიდან გამომდინარე, გამიგე? ანუ ის როგორ იქცევა და აქ გეუბნებიან, შენ უნდა გააცნობიერო რა გინდა ამ ურთიერთობაში და შენი აზრები დაიცვა, ასე ვთქვათ, გამოცდილების საფუძველზე, შენ უნდა გქონდეს მენტალურად დასახული, რომ მე ეს მინდა ურთიერთობაში, გამიგე? თუ არ, მაგრამ შენ აქ შეიძლება შიში გქონდა, რომ ვაიდა არ წავიდეს ეს ადამიანი ისე, ან არ ვიცი ხა აქ რა ხდება, მაგრამ შენთან რა ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ არის სიტუაცია, როდესაც გვეუბნებიან, რომ შენ წარსულში თუ დაუშვათ ეგრე იქცეოდი, ეგ უნდა შენი ძველი გამოუცდელი მდგომარეობა, როდესაც გამოიარე და გამოცადე, უნდა მოეხდინა შენი ცვლილება და თუ არ მოახდინა ცვლილება, აქ ისევ გაკვეთილი გელოდება, რომ ის მოახდინოს შენში გაზრდა, განვითარება, იმიტომ რომ სანამ ეგრე იქნები, სულ ეგეთი პარტნიორები შემოვლენ, გაუზრდელები, ანუ სწორად გამიგეთ ანუ ხო პატარები რა გამიგეთ, ანუ კარგი გაგებით. ხო და აქედან გამომდინარე შენ გეუბნებიან იმას, რომ შენ მოგიწევს წასვლა საკუთარ თავში და განვითარების პოვნა, ახლიდან დაბადება შენი პიროვნების, საკუთარ თავში ჩასვლა და ახლიდან დაბადება ამ ტკივილის ფონზე, იმიტომ რომ აქ სიყვარულთან დაკავშირებით შენ დარდებთან დაკავშირებით, ურთიერთობასთან დაკავშირებით, შენ აქ მოგიწევს რაღაცა, აი აქ უკვე მოგიწევს გონების ჩართვა ამ ადამიანთან, გამიგეთ, ამ გადაწყვეტილების მიღება გამოცდილების საფუძველზე. აქ რაღაცა მოხდება, კონფლიქტი ან მოხდა და ამის საფუძველზე მოგიწევს ზუსტად აი იმიტომ, რომ გაკვეთილს გადიხარ. და შემდეგ უკვე ის თუნდაც სოციუმი, თუნდაც შეიძლება საზოგადოება, ხალხი, რომ აი სექსუალური ურთიერთობა შეიძლება იყო რაღაცა და შენ იფიქრებ, რომ იცი რა არის, მე ჩემს აქ ვიღაცასთვის დანიშნულება იხსნება, პირადი დანიშნულება იხსნება,
გაჩერეზამ ურთიერთობით, სადაც ადამიანი მიხვდება, რომ მე ყველაფრიდან გამოვდივარ და მივდივარ ჩემს თავში, ჩემს საქმეზე და ჩემს მომავალში, იმიტომ რომ არ გამიმართლა, მაგრამ აქ ვიღაცისთვის ამის გაკვეთილიც არის, გამიგე, მაგრამ ამასთანავე აქ არის გაკვეთილი, როდესაც შენ გონებაში უნდა იყო ბალანსში. აქ უფრო კარმული და სულების დონეზე გაშლა წაგვივიდა. რას ურჩევს სამყარო ამ ადამიანს? ვინც უყურებს ახლა, რას ურჩევს სამყარო ამ ადამიანს? მიიღე სამყაროსეული შანსი, ჩემო ძვირფასო, გაიარე ტრანსფორმაცია, აი ემოციური დისბალანსით ახლა შენს ცხოვრებაში რაც ხდება, ან შეიძლება რაც მოხდეს, ეს არის შანსი იმისა, რომ სამყაროსგან მიწიერ დონეზე ეს არის და ნახე, მიიღე სწორი გადაწყვეტილება, დაასრულე ის, რაც აქამდე გქონდა მენტალურ დონეზე, მიიღე გადაწყვეტილება ამ გაჩერებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, დაასრულე და დაიწყე სამყარო გაძლევს რაღაცა შანსს, ხო? რომ საკუთარი თავი, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის მმართველი გახდეს შენ და იმიტომ შეაჩერებს ურთიერთობას, თუ შეაჩერებს, იმიტომ რომ საკუთარი თავის მმართველი გახდეს შენ და მიიღო ის შანსი, მერე უკვე მოგცემს სამყარო შანსს მიწიერ დონეზე ახალი კარის გახსნისას, მაგრამ აქ ასევე სამყარო გაძლევს შანსს ამ გაჩერებული ურთიერთობით გაიარო მთლიანი შინაგანი ტრანსფორმაცია რა. რომ საკუთარ თავში იპოვო ძალა და ამ გაკვეთილში სექსუალური მიმართულებით ურთიერთობიდან შეჩერებული, როდესაც არის გამოხვიდე მენტალურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შანსი შეგიძლია გქონდეს ჩემთან იმ შემთხვევაში, თუ ჩემი პრიორიტეტებიც, ასე ვთქვათ, მიწიერ დონეზე პრიორიტეტები, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოცდილების საფუძველზე მიღებული გამოცდილება, კარგი გამოცდილება, რამაც შეიძლება შენს გონების მოეტანა განვითარება, აი ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, თქვა და გახდა შენი თავის მმართველი, გამიგე? აი ესეთი გაშლა გქონდა დღეს. თუ მაინტერესებს ვისი იყო გაშლა, თუ თქვენი იყო გაშლა, დაწერეთ კომენტარებში, რა ვიცი, რაც გინდათ, თუ დაწერთ ძალიან გამიხარდება. და ენერგომემოცვლის სახით კიდე დავაიქეთ ვიდეო, რათა მოხდეს სამყაროში თქვენი ენერგიებით დაბალანსება მიღებული ინფორმაციის შემოკარგება და იყოთ გასწორებული კარმით ამ მიმართულებაში. მე კი გისურვებთ ბედნიერ ღამეს და წარმატებულ 26 დეკემბერს. ბედნიერად.